დათვი და მელია. იყო და არა იყო რა, იყო ერთი გლეხკაცი. ერთი ფარაცხრისა და ერთი გოგონას მეტი არაფერი ჰყავდა. მეწველ ცხვარში თვითონ დადიოდა და ბატკანში გოგონას გზავნიდა. ერთ დღეს გოგონამ ადრე ვერ გარეკა ბატკნები. გზაზე დაუცხა, ფარა დაემურა და ვერ იქნა ვეღარ გაშალა. იჯდა და ტიროდა. ამ დროს მელიამ გამოიარა და ჰკითხა: რა გატირებს გოგონა, რა დაგემართაო? ბატკანი დამემურა და ვეღარ გამიშლიაო, უპასუხა გოგო. თუ ერთ ბატკანს მომცემ, უთხრა მელიამ, მე გაგიშლიო. მოგცემო, დაეთანხმა გოგონა. მელიასათვის მისაცემი ბატკანი გაიყვანეს და ხეზე მიაბეს. მელია შევარდა ბატკნებში და კუდის ქნება დაიწყო. ბატკნები დაფრთხნენ და გაიშალნენ. ხეზე მიბმული ბატკანი მელიამ წამოიყვანა. სიხარულით ფეხზე ძლივსღა იდგა. მელიას ძალიან უყვარდა თავისი ბატკანი და მუდამ პირით უზიდავდა ბალახს. გაუკეთა ერთი სახლი და იმაში ჰყავდა. საღამოში რომ დაბრუნდებოდა, ეთამაშებოდა პატარა ბატკანს და ორივენი ხარობდნენ. ერთ დღეს დათვმა შენიშნა, რომ მელიას ბატკანი ჰყავდა და იფიქრა, როგორმე უნდა შეუჭამო. მელია რომ შინ დაბრუნდებოდა, ფეხს შეყოფდა კარში და ბატკანს დაუძახებდა. ბეკეკო, კარი გამიღე, მე დედა შენი ვარია, პირში ბალახი მიჭირავს, ძუძუებში რძე არია. ბატკანიც დაინახავდა მელიას პატარა თათს და გაუღებდა კარს. ეს სიტყვები დათვმაც დაიხსომა. ერთხელ, როდესაც მელია სხვაგან იყო, ბატკნის სახლთან მივიდა და ბოხი ხმით დაუძახა. ბეკეკო, კარი გამიღე, მე დედა შენი ვარია, პირში ბალახი მიჭირავს, ძუძუებში რძე არია. ბატკანმა დაუძახა. აბა ერთი თათი შემოყავიო. დათვმა შეყო თათი, მაგრამ დიდი და ბანჯგვლიანი თათი ჰქონდა. იცნო ბატკანმა და უთხრა: წადი, მე ჩემი დედობილის თათს კარგად ვიცნობ, შენის არ ახარ, იმას პატარა თათი აქვს და შენ დიდიო. დარჩა დათვი გაწმილებული. გაბრაზდა. რადაც არ უნდა დამიჯდეს ეს ბატკანი მაინც ხელთ უნდა ვიგდო და წავიდა ტყეში. ავდრიანი დღე იყო. წყემსებს ცეცხლი ენთო და ირგვლივ შემოსხდომოდნენ. დათვი გადაუხდა, დააფრთხო ეს მწყემსები, თვითონ ნაცარში ამოითუთხნა, გაიტრუსა თათი და წავიდა ისევ ბატკნის სახლისაკენ. მივიდა კართან. შეყო ჭუჭრუტანაში თათი და წვრილი ხმით დაუძახა. ბეკეკო, კარი გამიღე, მე დედა შენი ვარია, პირში ბალახი მიჭირავს, ძუძუებში რძე არია. ბატკანმა კარი გაუღო. დათვი შევიდა, მაგრამ მაშინვე კი არ შეჭამა, უნდოდა მიზეზი რამე ეპოვნა. გადმოგორდება ბატკნის წინ და აბოყინებს და ეტყვის: ეგ რა ჰქენ, ბეკეკო, შეუზრდელო? მე არაფერი მიქნია, უპასუხებს ბეკეკო. სუ, თორემ შეგჭამო. ხელსაც ვერ მახლებო, მიუგებს ბეკეკო, მელიას იმედი აქვს. გადაგორდება დათვი, ისევ დააბოყინებს და ეტყვის: არც ახლა ჰქენ, შეუზრდელო? არაფერიც არ მიქნიაო. ბეკეკო, შეგჭამო, დაემუქრა დათვი. ხელსაც ვერ მახლებო, მიუგებს ბეკეკო. დათვმა დაიჭირა ბატკანი, მაგრამ მელიას იეშინოდა და მთლად კი არ შეჭამა, ნახევარი მას შეუნახა. გამოვიდა დათვი და მელიას შეეფეთა. მელია მაშინვე მიხვდა, რა ამბავიც მოხდებოდა. დათვმა დაუძახა: ძმის სულო, ბატკანმა გამაჯავრა და შევჭამე, მაგრამ ნახევარი შენ შეგინახეო. მადლობელი ვარო, მოახსენა მელია. ბატკნის ხორცს არ ავჭამ, ბიძავ. რაც დარჩა, ისიც შენ შეჭამე. მე მინდა ნასუქი დეკეულის ხორცი ვჭამო და შენც გაჭამო, აქ ახლოს ქორწილია. წავიდეთ, ბოსელს დავეცეთ. ყველანი მთვრალები არიან, ვერაფერს გაგვიგებენ და შეგვრჩებაო. დათვს ძალიან გაუხარდა. წავიდეთო. წავიდნენ. მართლაც შევიდნენ ბოსელში. წააქციეს ერთი მსუქანი დეკეული, მიაძღა დათვი და მელიას უთხრა: მოდი ერთი ჩვენ შემოვძახოთ მაყრულიო. მელიამ უთხრა: მე ხმა ჩამიწყდა, შენ ბოხი ხმა გაქვს, შენ შემოსძახეო. დაიღრიალა დათვმა თავისებურად.
გაიგონეს დათვის ღრიალი მაყრებმა, გამოცვიდნენ. მელიამ ფხაჭა გაადინა კარის ძირიდან და თავს უშველა. დათვი კი დარჩა მაყრების ხელში. გამოიყვანეს ჩვენი ბიძა და ნეფე დედოფლის შესაქცევად ტყავი გააძურეს. ტყავგაძრობილმა დათვმა როგორღაც მოახერხა გაქცევა და თავს უშველა. ძალიან გაჯავრებული იყო მელიაზე. დღე დაღამ ეძებდა, უნდოდა ჯავრი ამოეყარა. ერთ დღეს დაინახა მელია ჯაგის ძირშიზის გორაზე და წავიდა მისკენ. დაინახა მელიამ და თითქოს ვერ იცნო პირი მოარიდა. დათვმა დაუძახა. აბა მანდ დამიცადეო? მელიამ მიუგო. ხმა ჩემი ბიძისა, მაგრამ ეს წითელ-ყვითელი ტანსაცმელი კი იმისი არ არისო. გამოუდგა დათვი მელიას. მელია გაძვრებოდა ეკლიან ჯაგში, ნელ-ნელა და კუც მიუშვერდა დათვს, რომ ისიც შეეტყუებინა. მისდევდა დათვიც, იკაწრებოდა, სდიოდა სისხლი და ყვიროდა. მელია კი გაექცეოდა და ახლა სხვა ჯაგში წამოსკუპდებოდა. მერე მელიამ დაუძახა. ოღონდ ნუ მაწვალებ და მე თვითონ მოგარჩენო. როგორაო? დაუძახა დათვმა. როგორა და ამგვარად, ხომ გინახავს, რას უშვებიან მეცხვარეები მგლისგან დაგლეჯილ ცხვარს. წად, სახნის საკვეთი მოიტანე, გავახურებ, დაგდაღავ და მორჩებიო. დათვი წავიდა, მოიპარა სახნის საკვეთი და მიუტანა მელიას. მელიამ გაახურა სახნის საკვეთი, დაუძახა მწყემსებს, შეაკვრევინა ფეხები დათვისათვის და უთხრა. უნდა დავდაღო და მოვარჩინო. დაუწყო დაღვა მელიამ, იწყო ყვირილი დათვმა. როდესაც კარგა აღრიალდა, მელიამ ბიძას გაუხსნა ფეხები და უთხრა. ახლა მოვნახავ გოდორს, ჩაგიგებ თივა ბუმბულს, ჩაგსვამ შიგ და ბეწვი ამოგივაო. მოაწნევინა ერთი გოდორი მწყემსებს, ჩასვა შიგ, გადაუწნა თავი და გააგორა. აგორა და ერთი კლდის თავზე აიტანა. იქ წიხლი ჰკრა და ძირს გადაუშვა. თავად კლდის წვერზე დაჯდა და დაამღერა. ახტება და დახტება ეს სულბოროტიანი, დაჯდება და უცქერის ხოსრო დოვლათიანი.